რობოტების ავტომატიზაციისა და ჩანაცვლების თემატიკა უნდა გავაგრძელოთ. ამჯერად სიახლე ისევ და ისევ NVIDIA-ს უკავშირდება, რომელიც ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით გლობალურ მონოპოლადაც კი იქცა ლამის ყველა კომპანია მის ჩიპებს და AI არქიტექტურას იყენებს იმისათვის, რომ შექმნან სხვადასხვა ტიპის ავტონომიური ხელსაწყოები და მათ შორის ავტომობილებიც კი. ამჯერად სიახლე, რომელზედაც უნდა ვისაუბროთ, უკავშირდება სწორედ საავტომობილო ინდუსტრიას. ამ შემთხვევაში არის სამი მხარე. ერთი არის თავად NVIDIA, რომელიც ჩიპებს აწარმოებს და პროგრამულ უზრუნველყოფას. მეორე მხარეს არის Uber-ი, ანუ ტაქსების სერვისი, რომელსაც აქვს ერთ-ერთი ყველაზე გამართული აპლიკაცია ტაქსების ბაზარზე და მთელი ქსელი ტაქსებისა. ხო, მსოფლიოში ეს არის გლობალური დომინანტი კომპანია და მესამე მხარეს არის Stellantis. ეს არის ავტომწარმოებელი კონგლომერატი, რომელსაც 10-მდე სხვადასხვა საავტომობილო ბრენდი ყავს თავის პორტფელიში. ლოგიკური სამეული, ანუ გვაქვს ავტომობილი, გვაქვს ტაქსების სერვისი და არის AI კომპანია. ხოლო ამ სამი კომპანიის გაერთიანებით ვიღებთ ძალიან საინტერესო შეთანხმებას, რომელიც ასევე ძალიან ლოგიკურ დასკვნამდე მიდის. მარტივად რომ ვთქვათ, ეს კომპანიები ერთობლივი ძალებით აპირებენ შექმნან ავტონომიური ტაქსის სერვისი, იგივე რობოტაქსი, რომელიც არის სხვათა შორის Tesla-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანი. Elon Musk-ის კომპანიის მთავარი დაპირება ინვესტორებისათვის არის ის, რომ უახლოეს მომავალში ის შექმნის სრულად ელექტრონულ ავტომატურ ყველაფერს თვითონ აპირებს. ზუსტად ეს არის აქ სხვაობა. აქ თუ გვაქვს სამი კომპანია, ანუ Uber-ი, Stellantis-ი და NVIDIA, Tesla ამას აპირებს მარტო. ყველაფერი მისი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში სხვანაირი მიდგომა გვაქვს, შეიძლება ამ მიდგომამ უფრო სწრაფადაც კი მიგვიყვანოს შედეგამდე, რადგანაც სამი კომპანია ერთდროულად მუშაობს ერთი პრობლემისა და ერთი ამოცანის ამოხსნაზე. გამოცდილები და NVIDIA საერთოდ პლანეტის ყველაზე დიდი კომპანია, ამიტომაც მას არც ფინანსური რესურსები აკლია, არც შესაძლებლობები და არც ინვესტორების მხრიდან ნდობა თუ კი მეტი ფულიც დასჭირდება. ხოლო თავად ის თანამშრომლობა, რომელზედაც ახლა საუბრობთ, წესით უკვე 2027 წლისათვის აქტიურად ამუშავდება მის ფარგლებში დაახლოებით 100,000 ერთეული Stellantis-ის ავტომობილი აღიჭურვება ამ AI პროცესორით, ანუ ჩვეულებრივ ავტომობილს აიღებენ, მას გადააკეთებენ იმისათვის, რომ ის მზად იყოს AI-ის მისაღებად და შემდეგ გადასცემენ Uber-ს, რომელიც მის ოპერირებას უზრუნველყოფს, ანუ ამუშავებს ტაქსად. ამ შემთხვევაში ამ ტაქსის არ ეყოლება მძღოლი, ის იქნება სრულად ავტონომიური, მეოთხე დონის ავტომობილზე გვაქვს საუბარი, ანუ ეს არ არის ის ავტოპილოტი, რაც Tesla-შია, რომელიც მხოლოდ ავტობანზე ან ზოგიერთ კარგ გამართულ ქალაქში მუშაობს. ეს იქნება სრულად ავტონომიური სისტემა, რომელსაც მძღოლი საერთოდ არ ეყოლება. მათ შორის თეორიულად საუბარი მიდის იმაზეც, რომ შეიძლება ავტომობილს არ ექნას არც საჭე და არც სატერფულები. მხოლოდ და მხოლოდ ლოკაციას მიუთითებს ადამიანი თავისი აპლიკაციიდან. ხო, ერთადერთი ნიუანსი აქვს, სწორედ არის რეგულაციები, რამდენად შეძლებს ეს იდეა მარეგულირებლების დათანხმებას ამერიკაში და ევროპაში საერთოდ სხვა დონის, ასე ვთქვათ, გამოწვევების წინაშე მოუწევს მას გამკლავება, რადგანაც ვიცით, რომ ევროკავშირში ზოგადად აი ასეთი ტექნოლოგიის მიმართ ძალიან სკეპტიკურად არიან განწყობილები. ამერიკაში თუ არის მაგალითად შედარებით განიერი გზები, დიდი ავტობანები, ევროპა ვიცით, როგორი ვიწროა, როგორი ტექნიკურია, რთულია, იქ ავტოპილოტით აღჭურვილი ავტომობილი შეიძლება უბრალოდ ქუჩაზე გაიჭედოს და ვერც გამოვიდეს ევაკუატორის დახმარების გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, ეს კი არის რა თქმა უნდა დიდი გამოწვევა მთელი ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის, არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისათვის, ან თუნდაც კონკრეტული ერთი ავტომობილისთვის. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თავად ეს ინიციატივა იმდენად საინტერესო ჟღერს, რომ NVIDIA-სთან პარტნიორობით სხვა კომპანიებიც ინტერესდებიან, მათ შორის ჩვენ გავაშუქეთ უკვე ამბავი იმის შესახებ, რომ Lucid Motors-მა დაიწყო თანამშრომლობა და ასევე Mercedes-Benz-იც არის ჩართული ამ პროცესში. Mercedes საერთოდაც ყველაზე ძველი ავტომწარმოებელია პლანეტაზე. NVIDIA-მ კომპიუტერებით დაიწყო და მეორე ავტოინდუსტრიაში შედის. ზუსტად აი ასეა ტექნოლოგიის scaling-ი NVIDIA-სთან ხდება ასე და თუ ამ ტექნოლოგიამ მართლაც იმ ტემპით იმუშავა და ისე კარგად განვითარდა, როგორც ეს ფურცელზე ჩანს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ Tesla-ს ყველაზე დიდი კონკურენტი გახდა არა რომელიმე ავტომწარმოებელი, არამედ NVIDIA, რომელიც შეიძლება არასდროს არ მოყოფილიყო არანაირი ლოგიკის ტექნოლოგიის ხიბლის სწორედ ეს არის. არ იცი არასოდეს ვინ გაიმარჯვებს ტექნოლოგიურ ბოლაში, რადგანაც ზოგადად ასეა. მომავლის ასე ვთქვათ, წინასწარ მეტყველება და იმის თქმა, რომელი კომპანია იქნება 2040 წელს საავტომობილო ინდუსტრიის გიგანტი არის შეუძლებელი. სწორედ 2040 წელს ყველაზე დიდი საავტომობილო გიგანტი შეიძლება იქნეს NVIDIA. Amazon-იც არის ამ ბაზარზე, მათ შორის სხვა სტარტაპებიც აქტიურად მუშაობენ. ნახოთ, ავტოინდუსტრია ძალიან საინტერესო ტემპით ვითარდება და ტაქსების ინდუსტრიაში შეიძლება ძალიან მალე ვიხილოთ ექსკლუზიურად მხოლოდ ავტოპილოტები.